მოგესალმებით ყველას, მივესალმები ყველა მსმენელს და გისურვებთ გულისყურით მოსმენას, დაკვირვებით მოსმენას ამ იმ ყოველივესი, რასაც აღნიშნულ ჩანაწერში მოისმენთ. ახლა მე მინდა თქვენ მოგასმენინოთ თეოდორე გიგნაძის მცირე, ასე ვთქვათ, საუბარი, სულ 2 წუთი და 19 წამია. TikTok-იდან არის ეს, როგორც ჩანს, მე Facebook-იდან გადმოვიწერე, ანუ ეს არ არის ჩემს მიერ შეკვეცილი. ეს არის ის ვიდეო, რაც დადებული ჰქონდა ერთ-ერთ Facebook გვერდს და იქიდან პირდაპირ გადმოვიწერე, ასე ვთქვათ. მე მინდა მოგასმენინოთ ახლა თეოდორე გიგნაძის ეს ვიდეო და მინდა რომ ფაქტებით განვიხილო თეოდორე გიგნაძის ეს ლაპარაკი. დააგვირდეთ ახლა იმას, რომ თეოდორე გიგნაძე ძალიან, ასე ვთქვათ, ვითომ თითქოს და დამაჯერებლად ლაპარაკობს, რომ ერთადერთი ხსნა ეს ჩვენთან არისო, ჩვენთან უნდა იყოთო, ანუ შენო თუ გადარჩენა გინდაო, ფაქტიურად ამას ამბობს გიგნაძე, რომ შენ თუ გადარჩენა გინდაო, შენ თუ ღმერთთან გინდა მყოფობაო, შენ თუ ქრისტესთან გინდაო, შენ ჩემთან უნდა მოხვიდო, ესე იგი გიგნაძესთან უნდა მოხვიდეთო, რადგან მე ამ ეკლესიის წარმომადგენელი ვარო, რომელი ეკლესიაც არისო ქრისტეს დაარსებულიო. მოდით ახლა მოგასმენინებთ აღნიშნულ ჩანაწერს და შემდგომ ამისა ფაქტებით განვიხილავ ბიბლიაზე დაყრდნობით ეს კაცი ლაპარაკობს თუ არა სწორს. ეკლესიის გარეთ ქრისტეს ვერსად ვერ შეხვდება. ქრისტე ამბობს, მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას. მან დაარსა თავის ეკლესია. ვარ ვაზის ძირი და თქვენ რტოები და რტო თუ ძირიდან მოეკვეთა, ნაყოფს არ იღებს. ასევე ამბობს იმას, რომ უნდა შეჭამოთ ჩემი ხორცი და სისხლი. გესმით როგორ პრინციპულად ამბობს და თუ ჩემ ხორცს და სისხლს შეჭამ, მე თქვენში შემოვდივარ და თქვენში მარადიული სიცოცხლე იწყება. ნახეთ როგორ საუბრობს. და ამის საფუძველზე მე პავლე მოციქული იტყვის, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია, თვითონ თავია და ჩვენ ამ სხეულის ნაწილები ვართ. აი ესე საუბრობს. და რამდენი სხეული შეიძლება გქონდეს ქრისტეს, კითხვა რო დავსვი. შეიძლება ქრისტეს 5 სხეული გქონდეს? ეკლესია როგორც ქრისტეს სხეული ერთია. ეხლა მეორე კითხვა დავსვათ. აბა ეკლესია თუ ერთია, რა ამბავია ამდენი დენომინაციები რო არსებობს, ამდენი სექტები, ამდენი მიმდინარეობები და თან არის საინტერესო იყოს, არის, მაგრამ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ევქარისტიული კავშირი, ჩვენი მათთან კავშირი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ სხეული დანაწევრებულია და როგორ შეიძლება, რომ ქრისტეს სხეული იყოს დანაწევრებული? ესე იგი, რაღაცა პრობლემაა. იახაც, ეკლესია ერთია და ვინც გავიდა ამ ერთი მთლიანობიდან, იქ არის პრობლემა. და ეხლა ვინ საიდან გავიდა? მე გეტყვით, რომ მართლმადიდებლობა არის ის სწავლება, რომელიც მოციქულებიდან მოდის და ყველანი აქედან გავიდნენ და საიდან ჩანს ეს? ისტორიულად ჩანს ეს. კათოლიციზმმა რაღაც შეცვალა, პროტესტანტიზმმა რაღაც შეცვალა და სულ ვიღაცებმა რაღაცები შეცვალეს და ჩვენი მოძღვრება არის ძირძველი. ამიტომ მართლმადიდებლები როცა ამბობთ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია არის მართლმადიდებლობა, ეს ჩვენი ეს კი არ არის, რა ქვია, რაღაც ეს პატივმოყვარეობა. ეს არის ობიექტურად დასტურდება თუნდაც სოფლიო ეკლესიის ისტორიით. წაიკითხე და ნახე. შესაბამისად, ვასკვნით აქედან გამომდინარე. რადგან ქრისტეს სხეული ერთია და ეკლესიაც ერთია და რადგან საღვთო მადლი გარდამოვიდა ეკლესიაზე, მაშინ მადლი არის მართლმადიდებელ ეკლესიაში. მოდით ამ შემთხვევაში ბატონმა თეოდორე გიგნაძემ როგორც თქვა, რომ წაიკითხეთ და ნახეთო, მოდით ჩვენც წავიკითხოთ ბიბლიაში და ვნახოთ, რამდენად შეესაბამება თეოდორე გიგნაძის ეს საუბარი სიმართლეს. თეოდორე გიგნაძე ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენი მოძღვრებაო, ეს მართლმადიდებლობაო, მოციქულებიდან მოდისო. მან პავლე მოციქული ახსენა და მოდით ფაქტებზე დაყრდნობით, ახლა მე მინდა გაჩვენოთ თვითონ პავლე მოციქულის ქადაგება ქალაქ ათენში, ბერძნებისადმი, სადაც
პავლე მოციქულმა ათენის მოსახლეობას და იქ შეკრებილ უცხოელებს მიმართა სიტყვით და მის ამ ქადაგებაში რას ამბობს ტაძრებთან დაკავშირებით. აი ეს არის ინტერნეტ საიტი holybible.gr, რომელზეც ატვირთულია ელექტრონული ბიბლიები სხვადასხვა ენაზე და ეს არის ქართულად თარგმანი ერთ-ერთი ვერსია. აი აგერ მოციქულთა საქმეების ნახეთ, ეს არის სარჩევი, ასე ვთქვათ, აი ყურეთ, ვისაც არ გქონიათ ამ საიტთან ურთიერთობა, კავშირი, ასე ვთქვათ, მათთვის მინდა რომ აი ძალიან ადვილად დაგანახოთ, აი როგორი საიტი არის. აი ყურეთ, აი აქ ჯვრის ფორმა როა გამოსახული, აი აქ დავაჭერ ახლა და თავიდან დავიწყებ, რა თქვენც მიგაჩვიოთ, ასე ვთქვათ, აი ვისაც იმდენად შეხება არ გქონიათ, რომ ადვილად გამოიყენოთ ეს საიტი. აი ასე ვაჭერ. აი აქ არის ქართულად ნათარგმნი ბიბლიების სხვადასხვა ვერსიები. აქ არის ცხეთური ხელნაწერიც, ადიშის ოთხთავიც, ასევე არის სხვადასხვა დროს გამოცემული თარგმანებიც და შევალ აი მაგალითად აი ამაში პირველში. აი ეს არის სარჩევი, დაბადება რო აწერია, სარჩევს აი ესე დავაჭერ და უყურეთ, ამოვარდა აი ეს სარჩევი, ესე იგი ბიბლია იწყება დაბადებით, გამოსვლა, ლევიანი, რიცხვი, აი ასე მოვდივართ აი აქამდე, ხო, მათე, ლუკა, მარკოზი, იოანე და მოციქულთა საქმეები. აი აქ ზუსტად მოციქულთა საქმეებში არის მოცემული ზუსტად ნამდვილი ეკლესიის ისტორია, ესე იგი ქრისტეს ეკლესია რას ქადაგებდა, რას ლაპარაკობდა, აი აქედან იწყება, ასე ვთქვათ, აი პავლე მოციქულის მოღვაწეობა, აი დავაჭერ, აი ყურეთ, ეს არის პირველი თავი და გადავალ მე-17 თავზე, აი აქ ერთიანს დავაჭირე და აი ასე ჩამოვალ მე-17 თავზე. ამ მე-17 თავში არის ზუსტად პავლე მოციქულის ქადაგება ქალაქ ათენში და აი ასე ჩამოვალ. ნახეთ, მე-15 მუხლიდან უკვე საუბარი არის იმაზე, რომ გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე, ათენამდე, ხო? დღესაც არსებობს ქალაქი ათენი, ადრეც არსებობდა, დიდი ხნის ისტორია ქალაქ ათენს და ზუსტად აი აქ ათენში როცა შევიდა პავლე, მისი ათენში ქადაგების ისტორია არის ჩაწერილი აი აქ. მოციქულთა საქმეების მე-17 თავში. საინტერესოა, რომ ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს წაიგითხოთ, ეხლა რაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რაზეც მინდა გაგმახვილებინოთ ყურადღება, დააკვირდით. აი ამას, ესე იგი, ნახეთ. აი აქედან დავიწყებ მე-18 მუხლიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პავლე მოციქული ათენელებს ელაპარაკებოდა იესო ქრისტეს შესახებ და აღდგომაზე ახარებდა მათ, მასო პავლესო ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა. ზოგი კითხულობდა, მაინც რისით ქმა სურსო ამ მოლაყბესო. სხვები ამბობდნენ, ეტყობა უცხო ღმერთებზე ქადაგებსო. რაგი პავლე მოციქული იესოს და აღდგომის შესახებ ესაუბრებოდა მათ ახარებდა იესოს და აღდგომას. ხელი ჩასჭირდეს პავლე მოციქულს, მიიყვანეს არეოპაგში, ერთგვარი ტრიბუნა იყო ეს არეოპაგი,
სადაც დააყენეს და უთხრეს, რომ შეგვიძლია თუ არა გავიგოთ რა არის ეს ახალი მოძღვრებაო, შენ რომ ქადაგებო, რაღაც უცნაურს ასმენო ჩვენსო, ყურებსო, ამიტომაც გვინდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ესო. პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა, კაცნუ ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ. რადგან როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია, უცნობ ღმერთს. მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. და ეხლა აი ამას დააგვირდით, ესე იგი, პავლე მოციქულზე რო ლაპარაკობდა თეოდორე გიგნაძე, მოდით აი პავლე მოციქული რას ამბობს ტაძრებთან დაკავშირებით. თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციას, მრავალი ტაძარი აქვს აშენებული, ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას და ამბობენ, რომ აი ეს ღვთის სახლებიაო და ეხლა ვნახოთ პავლე მოციქული რას უქადაგებდა ადამიანებს. ღმერთი შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა ხელით აგებულ ტაძრებში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები. რათა ეძიათ ღმერთი, ეგებნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან, რადგან მასში ვცოცხლობთ ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო. და რა კი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ან ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს. ამგვარად, ღმერთმა უგულებელ ხო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს ყველგან რომ მოინანიონ, რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი. მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს მსმენელებმა, ესე იგი ვინც პავლეს ამ სიტყვებს უსმენდა, როდესაც აი მკვდართა აღდგომაზე ჩამოაგდო პავლე მოციქულმა საუბარი, პავლე მოციქული აქ გულისხმობდა, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს აღდგომას. ერთნი დასცინოდნენ ამ დროს, სხვები კი ამბობდნენ, რომ ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო. ესე იგი, ბოლომდე პავლეს არ დაასრულებინეს თავისი ქადაგება. ასე გამოვიდა პავლე მათგან, ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს, მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი სახელად დამარისი და სხვებიც მათთან ერთად. ეს არის ესეთი მოკლე ისტორია და ახლა რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა არის ის, რომ აი თეოდორე გიგნაძე რომ ამბობს, რომ ჩვენ ეს მართლმადიდებლობაო, ძირძველიაო და მოციქულებიდან მოდისო, აი აგერ არის ფაქტი დადასტურებული ბიბლიაში, რომ ქრისტეს მოციქული პავლე ადამიანებს უქადაგებდა, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აგებულ ტაძრებში. ესე იგი, პავლე ქადაგებდა ამ ტაძრების საწინააღმდეგოდ. პავლე მოციქულს და სხვა მოციქულებს არსა დაუგიათ ტაძრები და არც ვინმესთვის დაუალებიათ ტაძრების მშენებლობა. ამიტომაც თეოდორე გიგნაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი სწავლება მოციქულებიდან მოდისო. აგერ ფაქტი არის აი იმისა, რომ კონკრეტულად თუნდაც ამ ტაძართან დაკავშირებით, აგერ პავლე მოციქული უქადაგებდა ადამიანებს, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში.
ამიტომაც რა თქმა უნდა თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციას ამდენი ტაძრები რომ აქვს აშენებული და ღვთის სახლებს რომ ეძახიან ამ ტაძრებს, რა თქმა უნდა ეს არ არის მოციქულების მოძღვრება. ამიტომაც თეოდორე გიგნაძე ნამდვილად იტყუება. ახლა მე მინდა მტკიცებულება გაჩვენოთ იმისა, როგორ ხდება ადამიანის გაქრისტიანება, ესე იგი დღეს ჩვენ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში უნდა შევიდეთ, აი მაგალითად ამ თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციაში უნდა შევიდეთ, რომ ჩვენ ქრისტეს ვეზიაროთ, ქრისტე მართლა ამათ ორგანიზაციაშია და უამათოდ არ არის, თუ რაღაც სხვა რაღაცას გვასწავლიან იესო ქრისტე და მისი მოციქულები. მე მინდა ახლა ამისი მტკიცებულებაც გაჩვენოთ, რომ ესე იგი ჩვენი გადარჩენა არ არის დამოკიდებული რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომლებიც დღეს არსებობენ და მათ შორის საპატრიარქოს ორგანიზაციაზეც, რომლის წარმომადგენელიც არის თეოდორე გიგნაძეც. რაც არ უნდა გულწრფელად გეჩვენებოდეთ ამ კაცის ლაპარაკი, ნუ შეცდებით, აიღეთ ღვთის წერილი და თქვენ თვითონ შეისწავლეთ, არ მოტყუდეთ, არ მოგატყუონ ასეთმა მატყუარა ადამიანებმა, რომლებიც აი ასე თითქოს და გრძნობით რაღაცნაირად ემოციურად ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი დაცლილნი არიან ღვთის სიტყვისაგან და დაცლილი არიან ღვთის მადლისაგან. და აი ასე ბიბლიიდან ფრაგმენტალურად კონტექსტიდან ამოგლეჩილი ფრაზებით ცდილობენ თქვენს მოტყუებას და თქვენს შეცდომაში შეყვანას, თაბადვე მოტყუებულები არიან და ცდილობენ თქვენს მოტყუებასაც. ახლა მე მინდა გაჩვენოთ მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენთვის არ არის მინიმუმ აუცილებელი ის, რომ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ, რომ ჩვენ ქრისტეს ვეზიაროთ. ახლა თქვენ ხედავთ იოანე მოციქულის მეორე წერილს, რომელიც ასევე ბიბლიაშია შეტანილი, რა თქმა უნდა. იოანე მოციქული მიმართავდა მის თანამედროვე ქრისტიანებსაც და რა თქმა უნდა დღევანდელ დროში მცხოვრებ ადამიანებსაც და ქრისტიანებსაც. და ნახეთ ახლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მტკიცებულება, რას ქადაგებდნენ იესო ქრისტეს მოციქულები, ესე იგი ის ნამდვილი ეკლესია, რას ქადაგებს, რომელიც იესო ქრისტემ დააფუძნა. ამ შემთხვევაში იოანეს ეკლესიის ნაწილია და აი აგერ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეკლესიისგან, ქრისტეს ეკლესიისგან, ამ შემთხვევაში იოანესგან, აი ეს ესე იგი დავიმოძღვროთ, ესე იგი თვითონ იოანე მოციქული აი აგერ გვმოძღვრავს ჩვენ, როგორ უნდა ვეზიარებოდეთ იესო ქრისტეს. ნახეთ, თავს გაუფრთხილ, ეს არის იოანე მოციქულის პირველი წერილი. აი უყურეთ, აი შეხედეთ, ეს არის აპლიკაცია, ბიბლიის აპლიკაცია, ახალი აღთქმა, ესე შევედი, ჩამოვედი დაბლა. მეორე იოანესი, აი აქ შევდივარ, სულ ერთ თავიანი წერილია. და აი აქედან მერვე მუხლიდან წავიკითხავ. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არ ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაც ჰყავს და ძეც. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის პოროტ საქმესაც ეზიარება. ნახეთ, თვითონ ესე იგი ქრისტეს ეკლესია, აგერ რომლის წარმომადგენელიც არის იოანე მოციქული, გვწერს, ესე იგი ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, ესე იგი ვინც შორდება იესო ქრისტეს სწავლებას და არ მკვიდრობს მასში,
არ ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ესე იგი ქრისტეს სწავლებაში, მამაც ჰყავს და ძეც. ნახეთ, ესე იგი, მთავარი არის, იმ დროსაც მთავარი იყო და დღესაც მთავარია, ჩვენ იესო ქრისტეს მოусმინოთ, იესო ქრისტეს სიტყვებით დავიჯეროთ და ვინც იესო ქრისტეს სიტყვებს დავიჯერებთ, აი ჩვენ გვეყოლება მამაც და ძეც, ესე იგი ჩვენ გვეყოლება ღმერთი. და ამ შემთხვევაში თეოდორე გიგნაძე რო ამბობს, თუ ჩვენთან არ იქნებითო, ესე იგი ქრისტე ჩვენთან არისო და თუო თქვენო ადამიანებიო ჩვენთან არ იქნებითო, თქვენ ქრისტესთან ვერ მიხვალთო. და ამ დროს ესეთი რამ თვითონ იოანე მოციქულსაც კი არ უთქვამს, რომ აი ჩემთან უნდა იყო, მაგრამ აქ ამბობს, რომ ქრისტეს მოძღვრება, ქრისტეს სწავლება უნდა გქონდესო და ქრისტეს სწავლების უნდა გჯეროდესო, ესე იგი რომ ღმერთი ყავდესო. ნახეთ, ახლა მე მინდა კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩვენოთ აი იმისა, ამას ისევ და ისევ იოანე მოციქული გადმოგცემს, რომელმაც ეს წერილები დაწერა სულიწმინდით ახსილმა და მე მინდა ახლა აი აგერ ზემოთ ავალ, შეხედეთ იოანეს სახარება, აი აქ შევალ. გადავშლი მე-20 თავზე. ეს იოანეს სახარება, ესე იგი აქ არის მოთხრობილი იესო ქრისტეს, აქ არის ჩაწერილი იესო ქრისტეს სწავლება, იესო ქრისტეს ამბები, მისი სასწაულების ამბები, მან რა მოიმოქმედა, რას უქადაგებდა ადამიანებს და ასევე რას გვიქადაგებს ჩვენ. და იოანე მოციქული პირდაპირ ჩვენ მკითხველებს მოგუმართავს და პირდაპირ გვეუბნება რატომ დაწერა ეს, ესე იგი რა იყო ამ წერილის დაწერის მიზანი. აი აგერ ბოლოს ჩამოვალ, აიყურეთ. ხო, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. თომა მოციქული, როდესაც აღმდგარ იესო ქრისტეს იხილავს, მას შეამოწმებს და ხელს შეახებს, უკვე აღმდგარ იესო ქრისტეს თომა მოციქული, როცა იხილავს და დარწმუნდება, რომ ეს ნამდვილად უფალია და ნამდვილად აღდგა, მიმართავს მას, რომ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემოვო. ხოლო იესო ეტყვის მას, რომ რა კი მიხილეო, მიტომ მიწამეო. ნეტარ არიანო ისინიო, ვისაც არ უხილავარო და მირწმუნებენო. და ამის შემდეგ უკვე იოანე მოციქული ჩვენ მკითხველებს წერს, ესე იგი ვინც ჩვენ აი ახლა წავიკითხავთ იოანეს ხელით ჩაწერილ აი ამ მთელ წერილს, იოანე გვწერს ამ წერილის დაწერის მიზანზე. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ხედავთ, ესე იგი ჩვენ რომ გქონდეს სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით, ამისათვის საკმარისი არის აი აგერ აი ამ ღვთის წერილის წაკითხვა, დაჯერება, წაკითხulis დაჯერება, ესე იგი იესო ქრისტესადმი დაჯერება, მისდამი რწმენა და აი ამით ჩვენ შევალთ სიცოცხლეში. აი ეს არის პირდაპირ, ესე იგი ღვთის ეკლესიის წარმომადგენელი იოანე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, როგორ უნდა ვეზიარებოდეთ მას, ესე იგი
თვითონ ეკლესიასაც და როგორ უნდა ვეზიარებოდეთ იესო ქრისტეს. იესო ქრისტესთან თანაზიარობა ხდება მისი სწავლების დაჯერებით და მისი სწავლების მიმდევრობით, ესე იგი იესო ქრისტეს მიმდევრობით, ჩვენ რომ იესო ქრისტეს მიმდევარი ვართ, ვინც ვართ, ესე იგი აი ამით უკვე იესო ქრისტეს თანაზიარიც ვართ და იესო ქრისტე გვყავს. ამ შემთხვევაშიც ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ თეოდორე გიგნაძე იტყუება. ეხლა მე მინდა ასევე გაჩვენოთ ერთი ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც უფალმა იესომ თავისი ხორცის და სისხლის მიღებაზე ასე ვთქვათ ლაპარაკობდა, რომ ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი უნდა მიიღოთო, მან განმარტა ისიც, რომ ეს იყო ასე ვთქვათ მეტაფორული გაგება იყო, ასე ვთქვათ, და ეს პირდაპირ მნიშვნელობით არავის უნდა გაიგო და მე მინდა ეხლა ეს ადგილი წაგიკითხოთ და თქვენთან ერთად აი ეგ თქვენს მიადევნოთ ამასთან. ნახეთ, ეს არის იოანეს სახარების მე-6 თავი და მე-6 თავის აი აგერ 47 მუხლიდან წავიკითხავ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ამ შემთხვევაში იესო იმ კონკრეტულ შემთხვევაში მიმართავდა იუდეველებს და მისი მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ყველანი ერთად უსმენდნენ იესოს აი ამ ქადაგებას და ჩვენც უკვე დღევანდელ მკითხველებს შეგვიძლია იგივე ქადაგებას ჩვენც მოусმინოთ აი ამ წერილობითი წყაროდან. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს მანანა იყო ერთგვარი საჭმელი იყო, რომელსაც ღმერთი ზამზარეულად უგზავნიდა უდაბნოში მყოფ ისრაელიანებს. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით. ესე იგი უკვე თავის თავზე ამბობს, მე ვარ პური სიცოცხლისაო, ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს არ მოკვდეს. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოվել ზეცით. ვინც ამ პურს შეჭამს, უგუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. რომ აქ უფალი იესო ლაპარაკობს თავის სიკვდილზე, თავისი სხეულის მსხვერპლად შეწირვაზე, რომელიც უნდა შეწირულიყო როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რათა მისი მორწმუნეები აი ამ თავისი მსხვერპლით გამოესყიდა ცოდვებისგან და სიცოცხლე მიეცა მათთვის, მოეცა ჩვენთვის, ესე იგი. და ზუსტად აი ამას, ესე იგი, მეტაფორულად ლაპარაკობს ამ შემთხვევაში და თან თვითონვე განმარტავს და ეხლა მთლიანობაში ადამიანი რო ამ მთლიანად ტექსტს წაიკითხავს, მისთვის ნათელია აქ რა არის ეხლა თუ ეს ადამიანი გულწრფელად არის განწყობილი, რომ ესე იგი გაიგოს რაც აქ არის ჩაწერილი და არ არის ახირებული, ასე ვთქვათ. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ, როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.
ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ დავცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით, ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა, მკაცრია ეს სიტყვა, ვის შეუძლია მისი მოსმენა? ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო და უთხრა მათ: ნუ თუ ეს გაცდენთ თქვენ, გაცდუნებთ თქვენ, მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო, სულ და აი ახლა მოусმინეთ, ესე იგი იესო თავის ქადაგებას, ესე იგი ამ თავის ხორცზე და სისხლზე რო თქვა, უკვე განმარტავს, აიყურეთ, სული ცხოვლის მყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები. სიტყვები მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. ნახეთ, განმარტა, ესე იგი, რომ აქ კონკრეტულად თავის კონკრეტულ ხორცზე კი არ ლაპარაკობდა, რომ მართლა მე უნდა მომაჭრათო ხორციო და ეს უნდა შეჭამო თუ არა, ხორცი ყოვლად ურგებია, არ არის სასარგებლო, ხოლო სული ცხოვლის მყოფელიაო და ეს სიტყვებიო, ეს ქადაგებაო, რაც მე გითხარითო, სული არის და სიცოცხლეო. ესე იგი, პირდაპირ არ უნდა გაიგოთ ეს პირდაპირ ჭამასთან არ არის დაკავშირებული, არამედ ჩვენ იესო ქრისტეს სწავლება უნდა შევჭამოთ, ესე იგი იესო ქრისტეს სწავლება უნდა დავიჯეროთ და ეს არის ჩვენი საკვები, ესე იგი, რომლითაც ჩვენ ვიცოცხლებთ. თავად იესომ, რომელიც თვითონ არის ღვთის სიტყვაც და თვითონ არის ღმერთიც, თვითონ მოვიდა იმისათვის, რომ თვითონ მოეტანა ჩვენთვის სიცოცხლის ჩვენი გამაცოცხლებელი სიტყვები. და ვინც იესო ქრისტეს სწავლებას დაიჯერებს, ის გადარჩება და ის შევა ღვთის სასუფეველში. ამიტომაც არის, რომ როდესაც თეოდორე გიგნაძე ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ხორცი და ეს სისხლი თითქოს და მათ აქვთ მიბარებული და იმას რო ეძახიან, რა ქვია, ზიარებას რო ეძახიან, რომ აუცილებელი არის, რომ თეოდორე გიგნაძესთან მიხვიდეო და მისგან მიიღო ეს პური და ღვინოო და თუ ამას არ გააკეთებო, შენ ქრისტეს თანაზიარი არ იქნებიო, თუ კი არ მიხვალ თეოდორე გიგნაძესთან ან მის კოლეგა რომელიმე მღვდელთანო. და ამას უკავშირებენ ხოლმე იესო ქრისტეს აი ამ ქადაგებას კაპერნაუმში, სინაგოგაში, რომ წარმოთქვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ამათ აი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ახასიათებთ, ამ შემთხვევაშიც კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი თეოდორე გიგნაძის ლაპარაკიც, იმიტომ რომ აქ უფალმა იესომ თვითონვე განმარტა, რომ ეს სისხლთან და ხორცთან დაკავშირებით მისი ქადაგება არ იყო პირდაპირი ქადაგება, არამედ ეს იყო მიმანიშნებელი, ესე იგი, იმაზე, რომ იესო ქრისტემ თავისი სხეული, თავისი ხორცი გასწირა ცოდვის გამოსასყიდ, ცოდვისგან ჩვენს გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა ჩვენ გვეცოცხლა და ვინც იესო ქრისტეს მართლაც ირწმუნებს თავის უფლად და თავის მხსნელად და აღიარებს, რომ და დაუჯერებს უფალ იესოს აი ამაში, რომ იესომ ცოდვისგან გამოგვისყიდა, მართლაც აი ასეთი მორწმუნე იცოცხლებს და შევა იესო ქრისტეს სამეფოში. ამიტომაც არის, რომ ეხლა ზოგადად როდესაც თეოდორე გიგნაძე ლაპარაკობს და
ვითომ ესეთ რაღაცა დამაჯერებლად უნდა რომ გამოუვიდეს ლაპარაკი. იგი არ ეყრდნობა ბიბლიას, არამედ აი ბიბლიიდან ფრაგმენტალურად აქა-იქ ამოკრეფილი ფრაზებით, ასე ვთქვათ, манипулირებს, თუ შეიძლება ასე დავარქვა. მე არ ვიცი ახლა ეს კაცი შეგნებულად აკეთებს ამას, ესე იგი შეგნებულად უნდა რომ ადამიანები შეაცდინოს რაღაცა მიზეზით, თუ მას მართლა ასე სჭირა. მე ამას ახლა არ ჩავყვები. ფაქტი არის ის, რომ თეოდორე გიგნაძე იტყუება და მისი ორგანიზაციის სწავლება არ ემთხვევა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლებას. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ქრისტეს მოციქულებს არ ჰქონდათ ხატებით არ დადიოდნენ, არც ვინმესთვის დაუალებიათ ხატების გაკეთება, სანთლების ანთება რელიგიური მიზნით. ამიტომაც თეოდორე გიგნაძე როცა ამბობს, რომ ჩვენი სწავლებაო მოციქულებიდან მოდისო, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციაში ძალიან დიდი წილი უჭირავს ამ ხატების ბიზნესს, ასე ვთქვათ, ხატებისადმი რაღაცა ლოცვებს, ხატებისადმი სანთლის ანთებას და ამაზე ამბობს თეოდორე გიგნაძე, რომ მოციქულებიდან მოდისო და ბიბლიაში მსგავსი რაღაცა არ აჩანს. პირიქით ღმერთის და მისი აგერ მოციქულებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ რაღაცა ხატების გაკეთებას. მით უმეტეს ბიბლიაში ფაქტი არ არის ჩაწერილი იმისა, რომ იესო ქრისტეს რომელიმე მოციქულს გაეკეთებინოს რაიმე ხატი, დაეწეროს, აი ესენი რომ ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ ხატებს კი არ ვაკეთებდო, ხატებს წერთო და არადა დაწერა, სიტყვა დაწერა არის ძირძველი ქართული სიტყვა და პირდაპირ ნიშნავს დახატვას, ესე იგი. ესენი ვინც ხატებს ხატავენ, ხატი კი ნიშნავს ესეც ძველ ქართული სიტყვა და ნიშნავს ესე იგი სახეს, ადამიანის სახეს ნიშნავს ხატი და ამიტომაც იყო ძველ ქართულად ჩინეთს ერქვა ხატაეთი, იმიტომ რომ ქართველების მხრიდან ჩინელები აღიქმებოდნენ ერთნაირ სახებიან ადამიანებად და ხატაეთიც აი ამიტომ დაარქვეს, როგორც ჩანს, ალბათ რომ ქართველები რომ მათ აი ამ ჩინელებს რომ ერთნაირად აღიქვამდნენ, ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ ქართველების თვალში, ამიტომაც ალბათ ამიტომ დაარქვეს ძველ ქართულად ხატაეთი. დღეს უკვე ეს შეცვლილია და ჩინეთს ვეძახით, იმიტომ რომ ჩინურ მეტყველებაში ეს